საბედისწერო ქალისახე კინოხელოვნებაში ლექცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კინომცოდნემ თეო ხატიაშვილმა ჩაატარა. საბედისწერო ქალთა მხატვრული სახეების შესახებ თეო ხატიაშვილმა ლექცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაატარა. ანალიზის პარალელურად ეკრანზე სხვადასხვა მხატვრული ფილმებიდან ფრაგმენტების ჩვენება მიმდინარეობდა. როგორც ხატიაშვილმა განმარტა, საბედისწერო ქალის სახე რამდენადაც არააქტუალურია ქართულ კინოში, იმდენად პოპულარული გახლდათ ის ევროპულ კინოში. ქალის როლზე არის ძალიან გამახვილებული ყურადღება, დისკრიმინაცია ქალებზე, რასაც საბედნიეროდ ვერ ვიტყვით ჩვენს ერზე, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რაღაცეები არ ხდება. მე გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ გენდერული დისბალანსი 50-50-ზე ნამდვილად არის ჩვენთან, მაგრამ თუ პარალელს გავავლებ, ძალიან ცუდი პარალელები ვნახეთ, არის ფილმებიც ნაჩვენები, როგორ ხდება დისკრიმინაცია იქ იმ ქვეყნებში ქალთა და როგორ არის შეზღუდული მათი უფლებები. ხემფატალია ესეთი ტიპაჟი არსებობს კულტურაში, ძალიან ფართოდ გავრცელებული და მათ შორის კინოში, რომელიც ძალიან პოპულარული იყო განსაკუთრებით ადრეულ თქვათ ჰოლივუდის ფილმებში და ითვლება, რომ ერთ-ერთი ძალიან ესეთი მძლავრი არქეტიპია, რომელიც ძლიერი ქალის სახეს ამკვიდრებს. და რამ გამოიწვია მისი გაჩენა, ესეთი ტიპაჟის გაჩენა, რა იყო მიზეზები, რამდენად ის პასუხობს პატრიარქალური კულტურის მოდელს, თუ ეწინააღმდეგება მას, აი ამაზე იყო საუბარი. ეს გახლდათ ჰაინრიხ ბიულის ფონდის პროექტის ვის ეშინია ფემინიზმის ბოლო ლექცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოზურგეთში სულ 7 ლექცია ჩატარდა.